პირველ რიგში ნახეთ როგორი მომართულია ეს რეგიონიც, როგორი მომართულია. თაც, ვარიც კარგად იცით, ეს ყველაფერი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად 1 ოქტომბერს მაქსიმალური რაოდენობის ხალხს გამოვიყვანთ არჩევნებზე და არაფერი წინ არ დაუდგება ჩვენს გამარჯვებას. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო, რაც ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება და მიმართო საქართველოს მოსახლეობას, მათ გუშინ ნახეს ხელწერა ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთხელ იმ კადრების საშუალებით, რომელიც გამოქვეყნდა. დიახ, მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ესეთი მოძალადე ხელისუფლება გვყავს ჩვენ. ისინი არა მარტო პატიმრებზე ახორციელებენ ძალადობას, ისინი ახორციელებენ ძალადობას საქართველოს თელ მოსახლეობაზე. თუ გნებავთ საჯარო მოხელეებზეც კი და ის შემსრულებლებიც, ვინც ასრულებდნენ, რა თქმა უნდა, კანონის ძალით ისინი დაიჯებიან, მაგრამ მათცეც კი ძალადობაა განხორციელებული და ეს ხელისუფლება ახერხებს და ერთი კაცის ხასიათზე მოარგოს სტრუქტურები. ისეთი ხალხი მოყავთ სამსახურში, ვინც შეასრულებს ამის მსგავს. იმის გამკეთებელია ხო წარმოგიდგენიათ, რომ ბევრი ვერ იქნება. იმას ჯანმრთელი ადამიანი ვერ გააკეთებს, რაც კადრები თქვენ ნახეთ და რასაც ასრულებდნენ. მაგრამ აი ერთი კაცის იდეოლოგიაზე ზუსტად ისეთი გუნდი შემოიკრება მან და მის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ეს ყველაფერი, ყველა ტიპის ძალადობა, რაც გუშინ ნახეთ. გუშინ ძალიან ჯანსაღი რეაქცია გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ ამაზე, მაგრამ არა ამაზე მეტი. აი ამაზე მინდა მიმართო და მოუწოდო, რომ არ დავიწყოთ დაუგეგმავი გამოსვლები და არ მოხდეს, არ გავაკეთოთ ის, რასაც ხელისუფლება ელოდება ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან. და ჩვენ მხოლოდ ორგანიზებულად, მხოლოდ დიდი ემოციების გარეშე უნდა მოვახერხოთ და ჩავიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით მხოლოდ მოვახერხოთ და მშვიდობიანად გავიყვანოთ ეს ხელისუფლება. დიდი მადლობა.